ვფიქრობ ერთი მთავარი ნიშნით, რომ თელმა ერმა მორწმუნემ თუ არა მორწმუნემ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის 1700 წლის ღვაწლი ჩვენი წინაპრებისა და ღვთისმოწყალებისა, რომლითაც დღესაც ხნენი ვართ და მხარგაშლენი, რომლითაც დღესაც გვაქვს ენა, რომლითაც ადრეც ვლაპარაკობდით, მამული, სადაც რომ ცხოვრობდით და რწმენა, რომელიც არის შემკვრელი და გამაძლიერებელი ამ ყველაფრისა. ამდენად ეს ღონისძიებები, რომელიც ალბათ ჩატარდება დროდადრო, ერთ თავს უნდა ემსახურებოდეს. ვმადლობდეთ ღმერთს და ვიაზრებდეთ, თუ რა ისეკეთე გვიყო ჩვენ ღმერთმა. გილოცავთ. ეძღვნება შეკრება 1700 წლის თავს საქართველოს გაქრისტიანებისა. ანუ ეს ხდება გაისად, არის 1700 წელი 2026 წელს. 326 წელს წმინდა ნინო მობრძანდა საქართველოში და მან იქადა გაქრისტიანობა და წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეუხებით შემდეგ მოხდა მთელი ქართლის გაქრისტიანება და ზუსტად აი ამ მოვლენას ეძღვნება დღევანდელი ჩვენი შეკრება თბილისში და შემდეგ უკვე ეს გადაინაცვლებს ასევე რეგიონებში და მთელი წელი 2026 წელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებებით დატვირთული, რომ აღინიშნოს სათანადოდ ეს დღესასწაული, ეს მნიშვნელოვანი თარიღი 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებისა, უпроსტად ქართლის გაქრისტიანებისა, რომელიც მერე მთლიანობაში საქართველოს გაქრისტიანების საწინდარი გახდა. ამას წინ უძღოდა, იცით თქვენ, ანდრია პირველწოდებულის მობრძანება საქართველოში, რომელსაც მოაბრძანა ღვთისმშობლის ხატი და დააბრძანა აწყურში და დღეს ეს ხატი აწყურის ღვთისმშობლის ხატად იწოდება. ანდრია პირველწოდებული კი ღვთისმშობელმა გამოაგზავნა საქართველოში მაცხოვრის კურთხევით და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა და შესაბამისად ის იცავს ჩვენს ქვეყანას. ეს არის დიდი პატივი და ღირსება, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ქართული ქრისტიანობა ყოველთვის იყო ძალიან პროგრესული და მისი მთავარი ძალა ყოველთვის იყო ცოდნის და რწმენის ერთიანობა. დღევანდელი ღონისძიების მიზანი სწორედ ეს გახლავთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს ქრისტიანობის არსი, განსაკუთრებით მომავალმა თაობებმა და გაითავისოს ის, რომ ქვეყანა არის ძლიერი, როდესაც რწმენა და ცოდნა არის ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ყველა ჩვენგანისთვის, მთელი საქართველოსთვის, ვინაიდან აი მომავალ წელს 1700 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ქრისტეს ჯული მივიღეთ და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის წილხვედრი მიწა, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნდობა არის უზარმაზარი იმ ერის მიმართ, რომელიც ამ მიწაზე ცხოვრობს. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ყველა ის კანონი, რაც საფუძველთა საფუძველია ქრისტიანობაში, დავიცვათ და ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი კულტურა, ყველაფერი აი ამ პრინციპებით, ასე ვთქვათ, განსაზღვროთ და ვამუშაოთ. ეს პრინციპები კი არის სიკეთე პირველ რიგში, მშვიდობით და ინტელექტუალური ცოდნით, ასე ვთქვათ, ყველაფრის ჩამოყალიბება, რაც სიკეთის და სიმშვიდის დამყარებელი არის დედამიწაზე. დღეს პირველი შეხვედრა არის ჩვენი იმისთვის, რომ მომავალი წლისთვის მოვემზადოთ და ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, მოსამზადებელია, რა საშუალებებით, რა პრობლემები, რა პრინციპები, ყველაფერი ეს ნელ-ნელა ჩამოყალიბდეს ამ წლის განმავლობაში, რომ მომავალ წელს ეს იყოს წელი, რომელიც დაიცავს ჩვენ ქვეყანას აბსოლუტურად ყველაფერი იმისგან, რაც როგორც ერთის მხრივ ინტელექტუალურად, მეორე მხრივ სულიერების თვალსაზრისით და მესამე მხრივ მატერიალურად თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ დაცვა ჭირდება თავდადებით და ყველაფერი ამით. აი ეს შეიძლება ჯერჯერობით თქვა. დღევანდელი ღონისძიება იყო ერთგვარი პრეზენტაცია ამ თემის. ეს ღონისძიება მერე აუცილებლად გავრცელდება სრულიად საქართველოს მოიცავს და ვფიქრობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილობრივი რესურსი გამოვიყენოთ, თქვა მსახიობების, არტისტების, მომღერლების, წამყვანების სახით და ამით ძალიან საინტერესო იქნება და პრინციპში აი აქ გავერთიანდებით ისევე, როგორც ამ შინაარსში და მოვლენაში ვერთიანდებით, რომ ნამდვილად ჩვენ ქრისტიანობა გვაერთიანებს და ამას ძალიან ღირსეულად უნდა დაცვათ.
დღეს შედგა პირველი ღონისძიება აი ციკლიდან, რომელიც ეთმობა აი ამ თემას ის რაც გვაერთიანებს, რომლის მთავარი არსიც არის სწორედ სინერგიული ცნობიერება. სინერგია ბუნებრივია უფლიდან იწყება და ყველა ქრისტიანული სახელმწიფო სინერგიულად უნდა ცხოვრობდეს, სინერგიული ცნობიერებით უნდა წარიმართებოდეს. ერთობა ჩვენში არსებული ადამიანური ბუნებისა და ჩვენთვის მოცემული ღვთაებრივი მადლისა. და სწორედ აი ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ციკლი ღონისძიებებისა დაიწყო დღეს და იმედი გვაქვს, რომ მთელი საქართველო იქნება შეკრული აი ამ ღონისძიებებით, გაერთიანებული